მოგესალმებით, მეგობრებო, ცოტა არატრადიციულ ფორმატში მინდა შემოგთავაზოთ დღევანდელი ვიდეო, რომლის თემა არ მაქვს განსაზღვრული და პირიქით თამის ვაძლევ, ეხლა ჩემს ავსტრიელ გიდს ვაძლევ ასპარეს, რომ ინტერვიუ აქეთ ჩაწეროს ჩემგან, კითხვები დამისვას და რატოღაც გონია, რომ ეხლა თქვენს გააქვთ მსგავსი კითხვები ხოლმე და მინდა რომ თან ვილაპარაკოთ, აი თქვათ, ეხლა ასტროლოგიაში ასეთვის ერკვევი, მაგრამ ისე არა, რომ თქვათ რაღაც ის იყო, ხო? მაინტერესებს რა კითხვები გექნება, მაინტერესებს რა არის შენთვის ისეთი, აი პირადი გამოცდილებითაც პირადად შენ რუკაში ან სხვებთან მაგალითად რა გაქვს ისეთი, აი ასტროლოგს ან ფსიქოასტროლოგს მაგალითად რომ დაუსვამდი კითხვებს. აი ცოტა სიღრმისეულად რომ ჩავშალოთ ხოლმე თან შენი კითხვები, აი უფრო ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად, კარმულად აი მართლა არ ვიცი, ჯერ არ გვისაუბრია, უბრალოდ უთხარი, რომ აი მოიფიქრე რა გაქვს მეთქი, შენთვის ისეთი კითხვები, რომელიც აი კარგად მოგინდება გარჩევა და შეიძლება თქვენთვისაც ეს საინტერესო იყოს და ველოდებით ამის ინტერვიუ აიღოს ჩემგან. პირველად მე ვიღებ ხოლმე ვიღაცებისგან ინტერვიუს და ეხლა ისე იქნება, რომ მე ველოდები შენგან კითხვებს. არ ვიცით, არ ვართ მზად. გულახდილად გეტყვით და ერთი 15 წუთია ვზივართ და რაზე ჩავწეროთ ვიდეო, ვიქრობთ, იმიტომ რომ მე არასაერთოდ არ ვიმზადები წინასწარ ვიდეოსთვის. ყოველთვის სპონტანურად ვარ, იმიტომ რომ თუ ვიტყვი, რომ აი ახლა ვაკეთებ ამაზე ვიდეოს, უცებ ხასიათზე სხვანაირზე ვარ, ახლა მინდა მარსზე ვიდეო, ან ახლა მინდა კარმულ ასპექტზე, ახლა მინდა თერაპიაზე მაგალითად და არა მაქვს ხოლმე ესე დაგეგმილი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის სპონტანურობა და განწყობა. იმ მომენტში განწყობაზე ვართ. აი ხა შენ რა განწყობაზე ხარ, რა კითხვები გინდა, რომ მაინტერესებდა და მე მგონი ძალიან ბევრს აინტერესებს ეს საკითხი. აღმავალი კვანძის შესრულებას, რეალიზაციას რა უშლის ხელს? ძალიან ბევრი ფაქტორები უნდა იყოს. ძალიან ხშირად აი შემიმჩნევია, უბრალოდ ხა პრაქტიკაში ადამიანებიდან გამომდინარე, რომ ადამიანს ძალიან უჭირს ისევ თუ დაღმავალს ეს. დაუშვათ, აი როდესაც არის დაღმავალ, ნებისმიერ დაღმავალზე ესეა, ხო? ვერძი ყავს დაღმავალში თუ მერწყულია თუ კირჩხიბია თუ აი რაც მე გარშემო მახსენდება, ხშირად ადამიანი მთელი ცხოვრება ზის დაღმავალზე და ან რაღაცა ქვეცნობიერად კი უნდა რომ აღმავალი გააკეთოს, მაგრამ აი უჭირს. არასწორი ფორმით აკეთებს. აი როგორც შევამჩნია, ხშირად ამას განაპირობებს ხოლმე კიდევ სხვა ასპექტებით შეიძლება იქ ლილიტი არის შემთხვევები, რომ ლილიტი ყავთ დაღმავალთან შეერთებაში. ან იმავე ნიშანში. ან აი დაუშვათ შეიძლება სატურნი ყავდეთ. სატურნი დაღმავალის შეერთება. ლილიტი აღმავლის შეერთება. ან უბრალოდ დაღმავალი ვერძი. მიხალასი ჯიუტია, რომ ნუ არავის მოსმენა არ უნდა. და ადამიანი ბუქსირებს, ბუქსაობს, ესე ვთქვათ და ნუ არაფრით არ. ან დაუშვათ აღმავალ ლომებს ვიცნობ, რომლებიც ძალიან ესეთი არ გამოსდით რა სწორი ფორმით არის, ტრიპაჩობაში გადასდით ხომ ერთ რამდენად სწორად ვამბობ. აი შემომხედეთ, მიყურეთ, მაგრამ არასწორი ფორმით აკეთებს და რეალურად ისევ იმ თავის დაღმავალ მერწყულზე ზის. აი დაღმავალი მერწყულებს ერთით ისევ ახასიათებთ ხოლმე, რომ ხშირად უნდა სუბრბოსთან ურთიერთობა. მასასთან, რომელთანაც, ნუ მაინც და მაინც კარგი გამოცდილება მათი აღარ არის. აღარ არის. აი სულ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს და ამიტომაც აი შევხვდები, მყავს ერთი მეგობარი და ისეთ ადამიანებს ნახულობს ხოლმე, რომ მეთქი. სად რატო? მოზატრიალებს სულ ხალხში. ხო, პირველ რიგში თან რა იცი, ჩვენ არ შეგვიძლია ხოლმე ესე ვთქვათ, რომელი ზის აღმავალზე, რომელი დაღმავალზე. აი ეს არის ძალიან პირობითი. ხო, ეს ჩემი აი ძალიან ზედაპირული ჩანს, გარედან ჩანს. გაუკავალი ადამიანის ის არის. გარედან ჩანს ესე, რომ თითქოს დაღმავალზე ზის, უბრალოდ ცოტა მცდარი შეხედულება, რომ ჩვენ დავიჯდეთ ან აღმავალზე, ან დაღმავალზე. ყოველთვის არის ხოლმე კარმულ კვანძებზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა იყოს ორივე ჩართული. ყველაზე კარგად მუშაობს, აი ვისაც ლილიტი ყავს აღმავალთან, აი მან და არის პრობლემა, რომ
ვერც აღმავალს ასრულებენ. ანუ აღმავალზე რომ უნდა გადავიდეს ლილიც ეჯახება და მე იქ უკან იხევს და ნუ მთელი ის არის ხოლმე ეგ პრობლემა, ხო, კარმული პრობლემა. საერთოდ კარმული კვანძები ეს არის მიმართულება, აი მთავარი რომ ხედავ რომ ადამიანი აღმავალზე არ ზის, პირველი არის დეპრესია აქვს. პირველი არის ნერვოზი აქვს მძიმე ფორმაში, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ანუ მანდაც კარმულ კვანძებზე აი მხოლოდ ასე შეგვიძლია დავინახოთ ზის თუ არა აღმავალზე ადამიანი, თუ მას სერიოზული პრობლემები აქვს. და აღმავალზე თუ არ ვზივართ, ესე იგი პარალელურად ლილიტზე ვზივართ, ესე ვიძახით, ანუ ამ ლილიტის ენერგიაში ვტრიალებთ, ამ დროს თუ აღმავალის ენერგიაში ვტრიალებთ, იქ სასიცოცხლო ენერგია მოდის, სიხალისე მოდის, ბედნიერება მოდის და მიზნები მოდის. ანუ განვითარება არის აღმავალში. მაგრამ თუ მარტო გადავარდებით აღმავალში, ეხლა შეიძლება თქვი ტრიპაჩობა, მაგალითად, მაგრამ იქ უკვე აი ეს იდეალების ღირებულებები ქრება, ხო, მერწყულს და აღმავალს რაც უნდა კონდეს, ხო, ეს რაღაც კავშირები ხალხთან. ანუ მე თუ ძალიან გამოვეყოფი სოციუმს, ესე იგი მე დაღმავალიდან გადავედი ძალიან აღმავალზე და ესე იგი დაღმავალიც იკარგება. ამიტომ ეძახიან სხვათა შორის დასავლურ ასტროლოგიაში კარმულ კვანძებს, იქ რაქუდა ქეთუა ესე თქვია, რომ ეს არის დრაკონის თავი, რომელიც ვერ ნაყრდება, იმიტომ რომ ტანი არა აქვს, ხო, აღმავალ კვანძზე არის ესეთი საუბარი და კარმულ აღმავალს ეძახიან იქ ნეგატიურ ფორმას საერთოდ. ანუ ეს არის საცდურების ენერგია, მიწიერება, სადაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვნაყრდებით. გვინდა ბევრი და დაღმავალი არის რესურსი, სატურნული ენერგია აქვს. დაღმავალს, აღმავალს აქვს იუპიტერიანული ენერგია ჩვენთან, ხო? ანუ იქ მიდის გაფართოება დიდი, მაგრამ ამავე დროს მატერიაში შევდივართ ძალიან და გაუმაძღრები ვხდებით. დაღმავალი არის აი ის, რაზეც უნდა მერე პერიოდულად დავბრუნდეთ და გავჩერდეთ. ანუ თუ ორივე არ აქვს ჩართული, ცოტა აღმავლისკენ გადავდივარ, მე ისევ დაღმავლისკენ მოვდივარ. აღმავალი. აი ეს ფორმულირება თუ არ არის, აი იქ მე მივდივართ ან დიდ გაუმაძღრობაში, აღმავალზე ვზივართ და გამოდის ის დესტრუქციული, იმიტომ რომ ამ ენერგიას აღმავალის ჩვენ კარგათაც, ცუდათაც მთლიანად ვიყენებთ. აი ეს არის ყველაფერს ერთად ვიღებთ და ვერ ვარჩევთ აქედან რომელი არის კარგი და რომელი ცუდი. მაგალითად არის ასტროლოგიაში კომბინაცია თევზები როცა ყავთ აღმავალი, შეიძლება იყოს ბერი, ან სულიერი მოღვაწე, ან მოგზაური, ან საკუთარ თავში მკვლევარი ადამიანი, შეიძლება იყოს უბრალოდ ლოთი და ან ნარკომანი და ეს ოკეია მისთვის. იმიტომ რომ ის ნეპტუნური ენერგია, როდესაც მე სადღაც გაბროებული ვარ, სადღაც მისტიკაში ვარ, სადღაც წარმოსახვით სამყაროში ვარ, იმ განვითარებისთვის ის იღებს იმ აღმავალს და უი რა კარგია, მე მომწონს აქ და შევდივარ და აქედან გამოსვლა აღარ მინდა. ასე რომ თუ იქ ქალწულის ბალანსი არა აქვს და წავიდა აღმავლისკენ, ეს არის ჩვეულებრივად ნარკო დამოკიდებული ან რაღაც აი ესეთ სამყაროში, ოღონდ ამის გამო რეჯება, ძალიან მოწონს და კარგად არის. იქ. და აღმავალი რა იყოს ეგეთი, იქ უკვე პრობლემები წავა, იქ უკვე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და უწევს ან სამედიცინო სფეროსთან კონტაქტი, ან ვარჯიშის დაწყება, ან სწორი კვების დაწყება, აი აქ უკვე აღმავალი სხვანაირად რთავს. მაგრამ დაბალ განვითარებაში, ესე ვიძახით, ეს არის აღმავალი მადა, რომელიც ჩვენ გვინდა ყველა ფორმით და იქ ხარისხს არ ვაქცევთ ყურადღებას, იქ ვიბრაციებს არ ვაქცევთ ყურადღებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაღმავალი აუცილებლად უნდა იყოს უჩართული აღმავალთან ერთად. თუ ამ რესურსზე ჩვენ უარს ვამბობთ, აი გადავდივართ იმ უტანო თავში, რომელიც ყველაფერს იღებს, ოღონდ ვერ ინელებს, ვერ გრძნობს სიგამღრეს, ესე რომ ვთქვათ, ხა, დანაყრებას ვერ გრძნობს. ეს არის უფრო ეზოთერული ანალიზი კარმული კვანძების. მეორე, როცა დაღმავალზე ზის ადამიანი, ხო, მანდაც უნდა შევხედოთ, შეიძლება იყოს დირექტული კვანძები. ჩვენთან ასტროლოგიაში არის კარმული კვანძები, უნდა იყოს რეტროგრადული. ყველაფერი უნდა იყოს დირექტული, ერთი რეტროგრადული კვანძები უნდა იყოს. თუ არის დირექტული, ანუ სწორად მოძრავი კარმული კვანძები, იქ ხდება რომ ადამიანს კაი 1-40 წლამდე დაღმავალიც ისე ერგება, როგორც აღმავალი. მაგაზე უნდა იჯდეს დაღმავალზე ადამიანი და ამის გამო პრობლემები არ აქვს. ანუ ძალიან მოწონს, კომფორტული არის მისთვის დაღმავლის ზონაში ყოფნა, ოღონდ არ აქვს არაფერი პრობლემა იქ, ხო? ანუ დაღმავალი ერთად შემოდის, ოღონდ ირევა ერთმანეთში. ეს არ არის რომ აი მე მაგალითად ჩემი დაღმავალი რაც მყავს წლები რო გავიდა, ну მივხვდი რომ იქ საერთოდ აღარ მაინტერესებს. აი ახლა მე აღმავალი ლომი მყავს, დაღმავალი მერწყულით და აი ეს ხალხი, გათქვეფა, სოციუმი, აი უბრალო ხალხი რო იძახიან, აღარ მაინტერესებს. მაინტერესებს
ისეთი ადამიანები, ინდივიდუალისტები ძალიან, გამორჩეულები. აი, ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა არა ყველასთან ურთიერთობა, არამედ გამორჩეულ ხალხთან ურთიერთობა. აი, რაღაც პიროვნული შინაგანი რაღაც რო აქვს ისეთი, რომელიც ხას არ აქვს. ანუ ბოლო წლებში განსაკუთრებით დავიწყე ინდივიდუალიზმის დანახვა, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ შემიძლია ყოფნა ადამიანებთან ყოველგვარი აი ამ ეგოს გარეშე, მაგალითად. იქაც შემიძლია, მაგრამ კომფორტი ჩემთვის უკვე აღარ არის. აი, იკარგები როგორც მე ადამიანი, ან ისეთ ხალხთან რო ხარ, რომელსაც დაკარგული აქვს ეს მე, ხო ხდები? აი ეს დამეწყო ბოლოს 35-16 წლის ასაკში უკვე ძალიან გამოხატულად, მაგრამ კარმული კვანძები ეს არის რა თან, იცი, რომ ჩვენ რომ მოვდივართ, ხა მე ჰიპნოთერაპიაზე მქონდა გამოკვლეული, ლიტერატურაში წერია, ეს არის რაღაც პროგრამა ჩაწერილი და მთელი ცხოვრება ისე ლაგდება, აი კარმულ კვანძს რო უყურებს და მის ასპექტებს, აი ცხოვრების შესაძლებლობები როგორ ლაგდება, ეს კარმული კვანძების თემა არის. ანუ აი ეგრე ის ხალხი მოდის შენთან, ის სამსახური, ის გარემოება, რომელიც ნენელა აღმავალზე დაგსვამს, ესე ვიძახით. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, რომ აი მე გადავწყვიტე ახლა აღმავალზე გადასვლა. არა, ესეთი პროგრამა წერია ცხოვრების. ბუნებრივად გაყავხარ ამ სიტუაციაში. მე რო ვამბობ, რომ 36 წლის ასაკში ან 37 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს ჩემი აღარ არის, ეს უცებ კი არ მივხვდი. უბრალოდ დაახლოებით 24 წლიდან გადავედი საერთოდ სხვა სამყაროში, სხვა სფეროში და მე ნენელა აღმოვაჩინე, რომ უკან რო დავბრუნდი ისევ, იქ უკვე ჩემი ადგილი აღარ იყო. ოღონდ ეს არ იყო გაცნობიერებულად. უბრალოდ ისე დალაგდა ჩემი ცხოვრება, საერთოდ სხვა გზით წავედი. და მე როცა სიტუაცია მოვიდა კარმულ კვანძებში, რომ ისე უკან უნდა დაბრუნდე, იმ გარემოში მე კარგად აღარ ვიგზეინე თავი. მივხვდი, ეს უკვე ჩემი არ არის, განვლილი ეტაპი არის ჩემი ცხოვრების. ემოციას გულისხმობ, სიტუაციას გულისხმობ, გარემოს გულისხმობ, ხო? და ეს გვემართება, ან არ გვემართება საერთოდ. როცა არ გვემართება, მე გვემართება პრობლემები. თუ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობები ცხოვრებისეული და არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, ეს არის რეალურად დაღმავალზე ჯდომა მე. თორე ესე არ არის, რომ აი მე მენტალურად შევიცვალე და აღმავალზე დავჯექი. აი ის ისე behaviorism-ი რო ჩავრთოთ აქ. ქცევა სიტუაციები ქმნის გარდაქმნას ჩვენი ფსიქოტიპის და ჩვენი ხასიათის. ახალ სფეროში გადავდივართ, ახალ გამოცდილებებში გადავდივართ და ის ძველი აღარ გვაინტერესებს. რომელი ნიშანია, როდესაც ყველაზე მეტად უჭერთ ხოლმე აღმავალ-დაღმავლის ჩემი აზრით უფრო ეგო ნიშნები რაც არის. აი მე ვერძი, ლომი, აღმავალ ვერც უჭერს, ძალიან უჭერს. იდეაში, თორე შეიძლება იქ ყავდეს ამავე დროს სასწორში ყავდეს მთელი სტელიუმი, ხო, მაგალითად. ახლა მე ჩემ ლომზე გადასვლა არ მიჭერს, იქვე მზე მყავს, იქვე ვენერა მყავს მაგალითად, ასიდენტი მყავს და ანუ მთელი რუკა ისე არის, რომ სადაც მივდივარ, იქ ემოციურ კომფორტშიც ვარ. შესაბამისად, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. მე რომ ყავდეს მერწყულში სტელიუმი, აი ეგ უკვე პრობლემა იქნებოდა ჩემთვის. აქაც ვერ ვიტყვით ესე შაბლონურად, რომ აი ყველა დაღმავალ ვერც უჭირს გადავიდე სასწორზე. იქ შეიძლება სასწორში კონდეს იმდენი პლანეტა, ან ვენერა ყავდეს აქტიური რუკაში და უკვე მოსწონს ეს მდგომარეობა. მაგრამ შაბლონურად რო ვთქვათ, ეგო დაღმავალები, ეგო ნიშნები, აი წარმოიდგინე ახლა ვერძი რა არის, ლიდერი იყო წინა ცხოვრებებში, ძლიერი იყო ფიზიკურად, ესე ვიძახით, ან ეგოცენტრიკი იყო, ან მხოლოდ თავის თავს ენდობოდა და მეტი არავის არ ენდობოდა სიტყვაზე და აქ მოდის უკვე რა, რომ ეს აქ უნდა დავწიო. ეს ჩემი პირადი ინიციატივები, რომელიც საუკუნეები ვაშენე, ეხლა ქარს უნდა გავატანო და ვიღაცებს უნდა დავეყრდნო. მაგრამ აქ რა შედიან მე მოწონთ ეს სიტუაცია. ძალიან მოწონთ უკვე, რომ აი ჩემი გასაკეთებელი ყველაფერი აღარ არის რა კარგია და უკვე პარტნიორი მიკეთებს რა რაღაცებს და ძალიან კომფორტულია მათთვის ეს. ოღონდ თუ მიხვდებიან ხოლმე ამას, აქაც ეს კარმული ის არის საჭირო. ცოტა ისე გავიკეთებ, რომ კარმული პარტნიორი არის საჭირო, რუკას გააჩნია აქ თლიანობაში, მაინც როგორ იქცევა რუკა, იმიტომ რომ ისე ვერ ვნახავთ. მხოლოდ კარმული კვანძები თლიანად რუკა აჩვენებს. მე აჩვენებს ადამიანი, რამდენად ზად არის. აი ახლა ახალგაზრდები რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, აი ზუსტად იციან, აი ამას ვაპირებ, ამას, აქ იუპიტერი ყავს ჩართული, იქ აღმავალი ყავს ჩართული, იქ სელენა ყავს ჩართული და აი ტიპი დგას უკვე მისიაზე რა. ზუსტად იცის რა უნდა. თუ იქ
არ არის ეს ჩართული მისია. აი ხშირად ძალიან დამანგრეველი ცხოვრებით შეიძლება იცხოვროს აღმავალმა მორიელმა. და ძალიან მოწონდეს და რო ეუბნები, რომ ხა ცოტა ვიბრაცია გაზარდე მორიელის. არ ესმის გეწინააღმდეგება, ხო? ეს არის, აი უფრო ეხლა ეგეთი ხალხი ნაკლებად მოდის ჩემთან. მართალი რო გითხრა, იმიტომ რომ ესეთი ის რო გაქვს ჩართული დაბალ ვიბრაციული, ან ხა ნარკომანი და აღმავალი თევზებიც ნაკლებად მოდიან ჩემთან. საერთოდ ეგეთი კატეგორია ნაკლებად მოდის ჩემთან, იმიტომ რომ არის აქაც ფაზები, სადღაც თუ ჩავეშვით, აი ესე ვიძახით რა ჩაშვებას რა. ეს ეგ სრული არა გვაქვს. განვითარების და მაგიტომ უკვე თვითგანადგურების რეჟიმს ვეძახით, ან დეპრესიას, ან ლილიზეჯდომას და იქ ახლა რაც არ უნდა ელაპარაკო, აზრი არა აქ ადამიანს თავისი პროგრამით მიდის. მაგრამ როცა ახლა აღმავალი არის მორიელში, მანდაც ცოტა რთული არის, იმიტომ რომ ახლა გჭირდება სერიოზული გამბედაობა, სერიოზული ბრძოლა საკუთარ თავთან. ახლა მორიელი ეს არის, რომ მე სწავლობ როგორ გავძლიერდე ჩემს მაგალითად სურვილებში. ახლა დაღმავალი კურო რა არის, ხო? მე მიღება მინდა, იქ კომფორტი მინდა, გემოები მინდა, სიამოვნება მინდა, ხო? ეს კუროს ენერგეტიკა და უცებ უნდა ვისწავლო ყველაფერს გაშვება. მორიელურად, ხო? აღმავალი მერვე სახლიც ესეთი არის. მინდა უკვე მთავრდება რა. მომხვეჭელობა მთავრდება და აქ უნდა ისწავლო ენერგიის გაშვება. ხო და ეგეც ცოტა პრობლემა არის. იდეაში ყველა დაღმავალი ჩვენთან ეს ძალიან რთული გადასალახი არის. იმიტომ რომ კარმულ ასტროლოგიაში დაღმავალზე ვიჯექით ძალიან დიდი ხანი და გაგვიჯდა ეს. უბრალოდ აი თუ იღბალი შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, აი ეს პროგრამა, ჩვენ დავიჭირეთ ეს იღბალი, რომ დავჯექით ამ არხზე. ხო? აღმავალი ქალწული მიხვდა, რომ სამსახური ჭირდება, ან დაგეგმა ჭირდება, ან აი ესე გაწერა ჭირდება. ყველაფრის ეგ მათ თუ დაჯდა, ერთ 5 წელიწადში რომ მოიხედავს უკან თევზის დანახვა აღარ უნდა. აი ესე იცვლება ადამიანი. აღმავალი მერვე სახლი და მეორე სახლი და აღმავალი ამ შემთხვევაში საერთოდ ეს არის კრიზისები. მერვე სახლი აღმავალი, ზოგჯერ აქვთ ფსიქოლოგიური კრიზისები, სულიერი კრიზისები, რთულდება ცხოვრება. აი, მათ ემოციურ აღქმაში შეიძლება არაფერი პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ ემოციურად ისეთ რაღაცებს შეიძლება შეეჯახოს, ძალიან რთული რო ყოფილა ცხოვრება რო იტყვიან. ხო? იქ თურმე მე ემოციური პრობლემები მაქვს, რომელიც თურმე გადასალახი აღმოჩნდა. შეიძლება იქ ადიქციები მქონია, რომელიც გადასალახი აღმოჩნდა. ანუ უწევთ ღრმად შევიდნენ ან ფსიქოლოგიაში, ან ენერგეტიკებში, ან რაღაც ღრმად დაინახონ უკვე სამყარო, აღარ ყოფილა ესე რა, რომ აჭამე, მასვი, კომფორტი მომეცი და მე ბედნიერი ვარ. ეს უკვე აღარ აკმაყოფილებთ. და თუ ისევ იგივეზე ჯდებიან, მე იწყება სულიერი კრიზისები, მე სირთულეები შემოდის ცხოვრებაში და ეს სირთულეები სინამდვილეში აგდებს ამ კომფორტიდან, ამ სტაბილურობის კომფორტიდან და მე ხვდებიან, რომ ცოტა მეტი უნდა გავაკეთო, რომ ამ სამყაროს მოვერგო. და ეს ან სულიერი კრიზისების ხარჯზე ხდება, ან უბრალოდ თვითონ უნდათ უკვე, აი ძალიან მანდაც რუკას უყურებთ, უნდათ რომ კი არ უნდა დამარტყას რაღაცა. მოდი მე თვითონვე დავიწყებ ნენელა. პატარა კრიზისებს შევქმნი ჩემ თავს, პატარა რისკს ვისწავლი. ან რთული ცხოვრება მომდის, აღარ არის უკვე ისე მარტივად ჩემი ცხოვრება და მე ვსწავლობ როგორ გავუმკლავდე ამ ცხოვრებას. იქ ემოციურ დონეზე, ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ მერვე სახლის სამორიელის ფსიქოლოგია არის, თევზი ზოგადად წყლის ნიშნების ფსიქოლოგია არის. ემოციური აი ერთი არის რომ კრიზისი მემართება და მე ემოციურად უნდა გადავხარშო ეს კრიზისი, ხო? და თუ არის აქ კუროს პროგრამა, პირიქით მოსწონთ უკვე რა, ხა ზედმეტად აღარ მინდა ჩაუხმავდე რა. ავიტან, მოვითმენ, აი რო არის ხოლმე უნდა გაუძლო, არ უნდა გეშინოდეს და ოკეი, გაუძლებ რა. ეს აღმავალი კუროს ის არის. ნუ გავადრამატიზირებ. ყველაფერი ჩაოლებრივად არის და დავლაგდები. აი აღმავალ მერვე სახსან მორიელს ეგ უკვე აღარ გამოსდის. მათ ჩაღმავება არის საჭირო, ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან. ან ასტროლოგებთან, ასევე ან ფსიქოლოგებთან, ან იოგაში და ენერგეტიკულ პრაქტიკებში არიან, ანუ ხვდებიან, რომ ჭამას მის გარდა ძალიან ესე უხეშად რო ვთქვათ. აი ამ ლამაზი ადგილების გარდა ცხოვრება გაცილებით ღრმაყოფილა და გაცილებით რთული.
თურმე შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ბედნიერი არ იყო. მე რიწყებ ამის კვლევას, რატო არ ახარ ბედნიერი? ან შეიძლება ყველაფერი გაქვს, მაგრამ მოდის უცებ ვიღაცა ისეთი პარტნიორი დაგინგრევს თელ ცხოვრებას და მე რიწყებ კვლევას, რატომ აღმოჩნდი ესეთი სუსტი, რომ манипуლირების ხერხული აღმოჩნდი, ან საიდან გავჭედე ესე ვიღაცაზე, ან რატომ შევედი ბრძოლებში, მაგალითად, რატომ მებრძვიან არ ვიცი, ხო? ანუ ესეთი კრიზისები მოაქვს ამ ახმავალ ცხოვრებისეული, მაგრამ უფრო ფატალურად და დრამატულად უკვე მთელ რუკას უყურებთ მათ. კარმული კვანძი ეს არის ცხოვრების გზა. აი, გზაზე რომ მივდივართ და რა ვარიანტები შემოდის. აი, ახლა როცა არის აღმავალი ლილიტის შეერთებაში, რაც გაინტერესებდა, ხო? ვარდება, სხვადასხვა ბებია ჩემს ქონდა ეს აღმავალი ლილიტის შეერთება, ეზოთერულად ვამბობთ ხოლმე, რომ აი, ზამაიც ოჯახური კარმა მთლად კარგი არ არისო, როცა ეს შეერთება არის, იმიტომ რომ მოდის უკვე სირთულეები ეგრეგორიდან, ოჯახური ეგრეგორიდან, ესე ვამბობთ და ნუ ბებია ჩემი იყო ლილიტი ვერძი და აღმავალი ვერძი. ეს აღმავალი ვერძი ბოდიში. ეს პეცი მოყვებოდა სასწავლის. იკურებდა სუნამოებს, ხოლმე ლამაზად უყვარდა, ძალიან ისეთი მანერებიც ჰქონდა რა, მაგრამ სიკვდილის წინ მელაპარაკა და შენ არიცი როგორ გამიჭირდა მარტოობაო. სულ მარტო იყო, შვილები რომ მარტომ გაზარდა, ქმარი გაშორდა, რომ წლებში კაცმა არიცის და ძალიან ისეთი მებრძოლი ქალი იყო რა, არაფრის რო არ ეშინოდა და რაღაცა და მაგრამ ეს მისთვის არ იყო კომფორტული. არ იყო კომფორტული, იცი რატომ მე რომ დიცურაჩი ვაკვირდებოდი მის ცხოვრებას, ძალიან ლილიტზე იჯდა და არა აღმავალზე. მარტო უწევდა ყველაფრის გაკეთება იდეაში, მაგრამ ეს ავთენტური მე რო ვამბობთ ვერცის არ ქონდა. ეხლა მე სელენა მყავს მანდ და ვიცი ეს რაც არის. მაგალითად, არასოდეს არ ქონდა ბებიაჩემს თავისი ცხოვრება. ჩვენ გარდა მის ის თითქოს აი ჩვენ რო ყველა ჩამოვეცილებინეთ, მე არ ვიცი ბებია როგორ იქნებოდა. არ იყო თავის თავთან არასოდეს. მე კიდე მაგალითად აი ხა მამაჩემსაც ელენა ვერცი ყავს, ხო? ნებისმიერ ადგილას მარტო ჩამაგდე, შვენივრად ხარ. იქ ჩემს და სხვებსანაც რო ჩამაგდო, ჩემს სამყარო მაქვს. არ ვითქვიფები არავის. ლილიტი ვერძი ბებია და აღმავალი თან უწევდა მარტო ყოფნა. მარტომ გაკაჩა, მაგრამ მარტო არასოდეს არ იყო. თავის თავს არ იცნობდა საერთოდ. აი თუ მაქვს მე რო აი უცებ შეიძლება მანქანაში ჩავიჭრე და მარტოკა წავიდე ყაზბეგში. და აი მარტო ჩემ თავთან, აი მარტო დავგეგმ, არავის თქმა არ მჭირდება. აი ჩემით უცებ, მინდა რა რაღაცა გავაკეთო, ჩემით ვაკეთებ. ანუ ეს ჩემი სამყარო არის, პირადად ჩემი, ეს არავის არ ეკუთვნის. არავინ არ მითხრა, ეს არავისი არის, მხოლოდ ჩემი სამყაროა. აი ეს სამყარო არ ქონდა. მე გეუბნები, რომ თან უწევდა, მარტო იყო ცხოვრებაში, მაგრამ თავისი ავთენტური მე არ ქონდა გამოხატულად. იყო ექსელენტ თევზი იყო, შენაირად სხვადასხვის და აი სულ დარბოდა ნათესავებთან, სულ რაღაცებს, აი სულ ვიღაცას ეხმარებოდა ეს თევზური. ანუ ბევრს იღებდა ინიციატივებს თავის თავზე, ოღონდ თავისი მე არ ქონდა. ეხა ბებია ჩემი რომ ხედავდეს მიმასიკუტილებდა. კაკარას ლაპარაკობ ჩემს. მე სელენა თევზი ვარ, მაგრამ მომიცეს კეთებოდა ხო. საკმარისი ეგოიზმი მაქვს ხოლმე, რომ დავგეგმო მარტო წავიდე პირიქით უყურთ ხოლმე. ეგ სხვა არის. ეგ სხვა არის, იმიტომ რომ ლიტი არ აქვს ვერძი. და ვერძი არის პირადი მარტო ინიციატივა. აი, როგორ იცი, სხვისთვის კი არ დავგეგმოთ, ჩემთვის, მარტო ჩემთვის, აქ არავინ არ არის სხვა. ხო და აი ეს იყო მნიშვნელოვანი, ან საკუთარი გამოცდილებით ყვები ბებიაზე რა, რომ ვაკვირდებოდი, თან მაშინ უკვე ასტროლოგიაში ვიყავი კარგა ხანს და ვაკვირდებოდი სულ ამ კარმულ კვანძს ლილიტთან როგორ მუშაობდა. ასევე ვაკვირდებოდი ხოლმე სელენა აღმავალი ერთად რა კარგად მუშაობს. აბსოლუტურად იდეალურად, ანუ რაღაცა კონკრეტული მისია რო აქვს რა ადამიანს, რა რაღაც აი სერიოზული, ან რასაც უნდა გაეკაროს აღმავლის ზონაში, ახლა ძალიან ნათელად და აი ნათლად და სუფთად აკეთებს რა იმას, მაგრამ აღმავალზე არის ეგ, რომ მოდის ეს ენერგია, მიწევს ამის გაკეთება, ოღონდ არასწორად აკეთებს. აი ეს არის ბლარი, აი ნისლს რო ეძახით ხოლმე, აი ეს ნისლი შემოაქვს ლილიტს და მე არის უკმაყოფილება შინაგანი. მე არის რომ მე არ მინდა, ანუ ეს გზა, აი ხა მე თუ აღმავლის ზონაში თუ ხდები ძალიან ენერგია მომდის და კარგად გრძნობ თავს, აღმავალ ლილიტზე ეს არ მოდის. აი როგორ არის იცი, ხა ჩემ შემთხვევაში მე კი მყავს აღმავლისა და ლილიტის შეერთება, მაგრამ თუ სწორი ფორმით ვაკეთებ აი საორგანიზაციო თხის საკითხებს მოვაგვარე სწორად, ხო?
დრო კარგად დავა მენეჯმენტი, ასე ვთქვათ. ხო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოდის იგივე გზნობა, კმაყოფილება, სიმშვიდე, აი გავაკეთე და რა თქმა უნდა ენერგიაც, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ფრაგმენტზე ლაპარაკობ. ხო. აი ლილიტი ჩვენ და დავინახოთ დიდ სურათში. ყოველთვის. ეს არ არის ფრაგმენტული ცხოვრება, რომ ერთი თვით ან ორი თვით ან ერთი წლით რაღაცა დაალაგე. ლილიტი იგულისხმება ძალიან დიდ სურათში. ნახე ახლა მე რა მოვყევი, რომ ბებია სულ დრაივში იყო, სულ ლიდერი იყო, მაგრამ მისი 30-40 წლიანი ციკლი, რომ აი ესე დიდ სურათში ავედი და დავხედე, მივხვდი, რომ ამ 40 წელში მან არ იცხოვრა თავისი თავი, 80 წელში არ იცხოვრა თავისი თავი. ხვდები რას გულისხმობ? აი ესაა ლილიც, რომ ჩვენ ესე ვერ ვხედავთ ესე მარტივად ამას. ამ ენერგიას ვერ ვხედავთ, რომ აი ახლა ამ კონკრეტულ ფრაგმენტს უმკლავდება თუ არა. აი დიდ სურათში შეიძლება ლილით აღმავალ თხისრქას დიდ სურათში კარიერა სერიოზული არა და არ კონდეს. ან ის სიმყარე ფსიქოლოგიური ვერ გამოიმუშაოს, ყველაფერი კონდეს, მაგრამ ემოციური განცდა სიმყარის არ შეექმნას. აი სულ ის კონდეს, რომ აი მე რამე რო იყო, სულ ვიღაცეები მჭირდება გარკვეულწილად, რომ ან პასუხისგებლობები ავიღო მათზე, ოღონდ არ ავიღო საკუთარ თავზე პასუხისგებლობა, ან დაცვითი მექანიზმი ირთვება აქ, როგორც ბებია ჩემი ჭირდებოდა ვიღაცეები, რომ მოხოდილიყო. მიხდი? მაგრამ მარტო რა დარჩეს თვითონ ვერ მოხოდავს თავს სიტყვაზე. რაც ახლა სელენავერც არ აქვს ამის პრობლემა. პირიქით, მე სხვები რო არიან, იქ შეშტები მორიელურად. და მე ვიშორებ ყველას, რომ ძლივ მარტო დარჩე, ახლა ვიცი უკვე რა გავაკეთო. ხო ხდები, ეგ პრობლემა გვაქვს, ეს პრობლემაა სელენავერცის და ლილიტვერც ზუსტად ეგ აქვს, რომ თვითონ ჩვენ ენერგიას ვერ ვაწარმოებთ დამოუკიდებლად. ვიღაცები გვჭირდება ლილიტის ზონაში. შენ ვიღაცები გვჭირდება, რომ პასუხისგებლობებში ჩაერთო. აბა სულ მარტო დარჩი თუ იქ აი ამ გრაფიკს, ამ პირად კარიერა იქნება ეს თუ პირადი მეს შექმნა, რაც ელენა თხისრქებს ზანადვილად შეუძლიათ იმას გააკეთებ, ხო ხდები? ან ვიღაც რაღაც სამსახური გჭირდება, რომელიც მოგცემს თქვა იმ დაწინაურებას. მე ეგეც არ უნდათ, მაქედანაც გამორბიან, არა მე თვითონ გავაკეთებ, მე თვითონაც ვერ აკეთებენ. მაგრამ ნენელა აღმავლიც როცა არის, აი სწავლობს რა ადამიანი, მაგრამ დიდ სურათში რო ავიღოთ, მაინც ის მისია არ არის ისე შესრულებული, როგორც შინაგანად მას უნდოდა. ეს მაგიტომ არის რთული. და მე ამას ვაკვირდებოდი ახლა თუნდაც რომ რუკაზე მოდიან ჩემთან ზოგჯერ ახლა არის რომ მე-3-ად მე-4-ად მოდიან და უკვე თერაპიულად აი ამ მომენტს განვიხილავთ და აი ემოციურად მოდი აბა დიდ სურათში გავშალოთ შენი ცხოვრება ახლა და აი ესე უნდა ავიდეთ რა მაღლა და პატარა სურათში სხვა სურათი ჩანს ცოტა ზევიდან კიდე სხვა და აი ბოლოს რო ავდივართ უკვე რეალური სურათი ჩდება აქ რა ხდება და აი მანდ გავდივართ დიდ სურათს უფრო მაღლა გავდივართ იქ ლილიც ხედავთ ხედა ვიბრაციებში ვერ ხედავთ ლილიც იქ ყველაფერი ოკეია თითქოს ესე გქონია და შეიძლება თქვი ახლა დაღმავალი სატურნის შეერთება საერთოდ დაღმავალი ხო არის სატურნული ენერგია ის კეტავს თითქოს პლანეტას საერთოდ მაგალითად აი შენ რო არ გიცნობდე ახლა და აი რუკავ ნახო მე ვიფიქრებდი რომ ამ ადამიანს ძალიან უჭირს სატურნის გამოვლენა ფაქტობრივად ვერ გამოხატავს სატურნს აი დაგეგმა პასუხისგებლობები ახლა ლილიც რო თავი დავანებოთ საერთოდ ძალიან უჭირს რეჟიმი ძალიან უჭირს გრაფიკი ოღონდ ისე უჭირს რომ ესე ლილით ხისქებს არ უჭირს რატო შეიძლება უჭირდეს იმიტომ რომ დაღმავალი კეტავს პლანეტას და ამბობს აქ კარმა რომ შენ ეს უკვე ამოწურე შენ ეს გაიარე ეხლა აქ შეგიძლია ამას თავი დაანებო სატურნს მაგალითად, მაგრამ რადგანაც დაღმავალი ამათ გეუბნება რაღაცა გაქვს აქ დარჩენილი, რაღაცა გაქვს გასაკეთებელი. უნდა დაბრუნდე, აი ამ პასუხისგებლობებში გარკვიო შენი თემა, რა არის აქ ჩავარდნები, ამას ამოიღებ და ამუშავებ და მე მიდიხარ. და ანებებ უკვე სატურნს თავს. ანუ რაღაცა დაღმავალი გეუბნება რომ სულ პატარა დაგრჩა დასამუშავებელი. მაგრამ ეს უკვე შენი მისია აღარ არის. მიხდი ხო და აქ ჩვენ კი არ მივდივართ აი ძალიან კარგი ის იყო აი მაგალითად დაღმავალი მთვარის შეერთება ქონდა ჰიტლერს და ფსიქოპატური ის ქონდაო რა ფსიქოტიპი რა არაფერს არ გზნობდა და კი არ გზნობდა დაღმავალი კეტავს მთვარეს საერთოდ ვერაფერს ვერ გზნობს ადამიანი ემოციური კონტაქტი აქ გათიშული იმიტომ რომ დაღმავალი სატურნულად მუშაობს თიშავს პლანეტას საერთოდ მაგრამ არ შეიძლება ეს გავთიშოთ, როგორც სატურნი მოითხოვს დამუშავებას, უნდა შევიდეთ, დავამუშაოთ, დისციპლინა ამოქოქოთ, აი ეს უნდა შევიდეთ, ახლა დაღმავალი მთვარის შეერთება, უნდა
თერაპიულად გახსნას თავისი ემოციები, ჩაუღრმავდეს ემპათიური გახდეს, ემოციური გახდეს, მაგრამ აი როგორც ახლა შენ დაღმავალი კირჩხიბი გყავს. აღარ მოგეთხოვება იყო გრძნობიარე ემოციური სახლში იჯდე, სახლურ გარემოში ცხოვრობდე, აღარ მოგეთხოვება ეგ, ხო? მაგრამ ისიც არის რომ შენ გააქვს ემოციური ინტელექტი, ოღონდ შენ ამის გამოხატვის პრობლემა არ აქვს. ახლა შენ რო ეზოთერიკა გაინტერესებს, ან ფსიქოლოგიური თემები გაინტერესებს, დაღმავლის რესურსის გააქვს. უბრალოდ თარე დაღმავალი ერთად რო არის, ის კეტავს საერთოდ, აღარ არსებობს ეს გამოცდილება და იქ ქმნის არა პრობლემებს. ამიტომ დაღმავალი, საერთოდ სატურნი დაღმავალი მეგვანიშნებს, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში ძალიან მარტო იყო, ძალიან ჯიუტი იყო, ანუ სატურნი გამოვლინა ცუდად. და იქ რაღაცები დარჩა ამ ადამიანს გასაცნობიერებელი, არ უნდა გადმოიტანოს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს უნდა დაამუშავოს ეს სატურნი, ოღონდ მისი მისია აღარ. ანუ ამ შემთხვევაში როდესაც სატურნის და დაღმავალი კირჩხიბშია, ნუ ეს თვითონ ის არის ოჯახური კარმაა მაინცა. ეს არის ჩაკეტილობა ფსიქოემოციურ დონეზე. არ უყვართ, აი ძალიან პრაგმატული კუთხით რო გითხრა, არ უყვარს ჩახუტებები ასეთ ადამიანს, არ უყვარს უწიპუწი ემოციური, მაგრამ თან ესმის ეს ენერგია. რამე რო იყოს, მზრუნველი არის, ემოციურიც არის, მგრძნობიარეც არის, მაგრამ სატურნი კეტავს ამას. აუცილებლობის შესაბამისად იქნება ემოციური. ანუ მზრუნველობა, მაგრამ არა უწიპუწი. არა უწიპუწი, ხო, ანუ სატურნულად. და აქ ზუსტად იმას გეუბნება აქ დაღმავალი სატურნის შეერთება, რომ აი ნაკლებად რომ შენ ოჯახში იყო მამის ფუნქციაში. მამის ფუნქცია, ფსიქოლოგიურ მამის ფუნქციას ვამბობ პასუხისგებლობებში და მარტოკა. რომ მარტო შენზე იყოს ძირითადი პასუხისგებლობები. ან მარტო შენზე იყოს ტვირთი. თუ ამაში ხარ, ესე იგი მაინც დაღმავლის რესურსში ხარ, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა გაქვს, აქეთ სატურნი მოყვება დაღმავალიდან, იქით თხისქა აღმავალიდან მოყვება ლილითთან ერთად. ანუ ასე თუ ისე, მაინც ამ კირჩხიბი თხისქის ღერძზე ტრიალებ. და მაგიტომ ვფიქრობთ, რომ აი შენ მოხვედი კარმულად ცოტა რთული კარმით ვიტყოდი და რატომ უნდა გარკვიო თხისქა და კირჩხიბი, რა არის საერთოდ, რა ენერგიები არის. ორივე სწორად დამუშავება უნდა ისწავლო. ვერ გეტყვი რომ აქ მარტო თხისქაზე უნდა გადახვიდე, უნდა იყო კირჩხიბსა და თხისქას შორის ბალანსი. მაგალითად, ძალიან პრაქტიკულად რო გითხრა, კირჩხიბებთანაც გქონდეს ურთიერთობა, ოღონდ ან სტელიუმ კირჩხიბებთან, ან იუპიტერ კირჩხიბებთან, ხო? კი. ძალიან ბევრი კირჩხიბი. მიიღო ემოციები. აი პირველ 30 წლამდე ეტაპზე ძალიან ბევრი მყავდა კირჩხიბები. აი მიიღო ემოციები. აი ის ემოცია მიიღო, რაც აი გზნობები და ემოციები ის როგორი მზრუნველობა იცი? აი მე ახლა შენ სიტყვაზე ხა მე მერკურიც კირჩხიბში მყავს, ხო? შენ რომ მითხრა რომ რაღაცა გაწუხებს. თხისქული, ან სატურნის კირჩხიბი დაიწყებს. აი ახლა შენ ესე უნდა მოაგვარო. აი კაი კირჩხიბი რა მოვა და ხელს დაგადებს და მე შენთან ვარ გეტყვის. უბრალოდ ემოციურად მე შენთან ვარ. აი ეს არის ქალის ფუნქცია ზოგადად ემოციურად, რომ არ გჭირდება დირექტივები, არ გჭირდება ჭკუის დარიგება. სატურნული ენერგია იწყებს ეგრევე, მოდი მოვაგვაროთ პრობლემა. ხო. ეს კაცის ფუნქცია. კაცრად, ხო, აი ოჯახში კირჩხიბულ ფუნქციას ვიღებ კაცრად. კაცრად, ხო. მოსაგვარებელია რა, აქ რა, ეს კაცის ფუნქცია არის და არ არის მოსაგვარებელი. ზოგჯერ უფრო გვარდება ადამიანთან უბრალოდ გვერდზე რომ ჩამოჯდები და უბრალოდ მანდ რო ხარ ერთი იმედია ერთი ჩემი ძალიან საყვარელი კლიენტი რო დავარქვათ, რომ მე ვინც ჩემთან მოდის ყველას ოჯახის წევრებივით ვიღებ ამ ხალხს, აი, იმიტომ რომ ისეთი ემოციური კონტაქტი მაქვს, ხო, წარმოგიდგენ პირველად რომ შედიხარ კომუნიკაციაში ადამიანთან, არ იცნობ, სახეზე არ გინახავს, ვრთავ კამერას და ეგრევე ემოციურად აჯახებ, აბა რა ხდება და როგორ ხარ? აღარ მართლა რა გაინტერესებს და მთელი სხეულით რო ემოციურად ხარ ჩართული ადამიანთან, ხა აქ ისეთი ინტიმური ძალიან ახლო ემოცია ყალიბდება, რომ ეხლა აქ ესე უცხოდ ვერ აღიქვამ უკვე ადამიანს, ხო? და აი შენ ველში შემოდიან ძალიან რა და მეც შევდივარ, ან ძალიან ღრმა ემოციური კავშირი იქნება, ხო? და ერთი ძალიან კარგი ის იყო ძალიან კარგი кейსი იყო რა, მოსაყოლად ესე რომ ვთქვა, ეხლა ძალიან წვრილმანებში მოყვები, ისე არა, ძალიან წვრილმანებში არ მოყვები, უფრო სწორად ისე ზედაპირულად რა, მაგრამ უკვე დამავიწყდა მასობაში რა უნდა მომეყოლა. არა, ვიშაცკდა. ჩანი ოპერატორი შეწუხდა. ხო, ეხლა ეს ხალხი ელოდება, ეხლა შევარდა წყალში. წაანი ზე არია. ხო და
აი ეს თემები ეს თხის ხო გამახსენდა. იყო სულ თერაპიებზე, ბევრი მყავდა ესეთი სხვათა შორის ხა მეც ყოფილვარ თერაპიაზე, როცა შენ თავს ხედავ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან განაწყენებულ მდგომარეობაში, ანუ ჰიპნოთერაპიულად ან ფსიქოთერაპიულად რო შედიხარ შენ მესთან კონტაქტში და იქ თერაპევტი გეუბნება გამოიყვანე მაქედან და წადი ლამაზ ადგილას და არ დარჩიან დარდში და ეთქვა ვეუბნები რა გოგოს რა რომ არ უნდა წამოსვლაო რა რაღაც ძალიან ჟუტკი ადგილას არის რუსულად რო თქვა რა და დაჯექი მასთან მეთქი და აი უბრალოდ დაჯექი აი იმ ძიმე ცუდ გარემოში დაჯექი და იყავი მასთან და უთხარი რომ მაპატიერე სულ აქედან გთხოვდი წამოსვლას და ყველაზე მეც მქონდა ეგეთი მომენტი და მაგიტო ვამბობ ყველაზე დიდი თერაპიული მომენტი ზუსტად ეს არის რომ ის ხმა რომ წამოდი ეს ბავშვობიდან მოდის სულ გავალებენ რომ არ მოусმენ არ დავრჩეთ ჩვენს რაღაც შიდა ნაწილებთან და მე რომ მოვდივართ არცად არ მოვდივართ სინამდვილეში არცად არ მოყავს ის გიკაკუნებს რომ მე მომისმინე რაღაცა მაწუხებს ყველა კი არ ვზივარ აქ და გაიზიარე ჩემი ტკივილი აი კარგი კირჩხიბი მივა და დაჯდება მასთან ერთად. კირჩხიბს გულისხმობ აი იმ ენერგიას ახლა შენ რასაც დაღმავალ სატუნზე ამბობდი, როცა ეგრევე ეწყვის. ახლა პრაგმატული არ არის, აქ ჯდომა. ახლა შენ არაფერს არ გაძლევს ეს. უნდა გაინძრე და დაივიწყო ახლა შენი ემოციები. არ არის ეს სწორი. ანუ კარგი კირჩხიბი ან დამუშავებული ენერგია, ქალური ენერგეტიკა აი იმ ტკივილში დაჯდება და არ დაიწყებს ახსნეს ის პრაგმატულია თუ არ არის, სწორია თუ არ არის სწორი. ის შეგრძნებებთან რჩება მარტო. სხვასთან ერთად, თერაპევტთან ერთად, ხო? და აი ეს როდის იგრძნობა, იცი, როცა ადამიანთან ხარ ურთიერთობაში, აი როგორც კი იწყებს აი ამ ბორძიქს, რომ აი იგრძნობა ის, რომ თავის ემოციებთან დარჩენა არ უნდა, ეს არის ის ადამიანები მის გარშემო, რომელიც მასთან არჩებოდნენ. და მე ჩვენ თავსაც იგივეს უკეთებთ. ხო ხდები? და ესე იგი, შენი დაღმავალი სატურნი კირჩხიბში ნიშნავს, რომ ამ დირექტივებში შენი თავის მიმართაც ესე შეიძლება იყო და არ უსმენდე ემოციურად შენ თავს. არ გქონდეს ემოციური კონტაქტი, იმიტომ რომ საერთოდ სატურნი კირჩხიბი ისედაც ბლოკავს ემოციებს შიგნით. მე როგორ ემოციებს გეუბნები, ის კი არა ეხა ავღელდი და ემოციებში გადავარდი. ეს არ არის ემოცია, ეს არის საერთოდ სხვა რაღაცა. მე გულისხმობ, აი თბილი, შინაგან მესთან თბილი დამოკიდებულება. აი შეიძლება ისეთ რაღაცებში ჩააგდო შენი თავი, სადაც ემოცია უნდა გქონდეს, მაგრამ არ მისცე უფლება, რომ ეს ემოცია იგრძნოს. სიტყვაზე გეუბნები, ახლა აი შაბლონურად გეუბნები, კონკრეტულად შენს ემოციასთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ დაღმავალი ეგრე მუშაობს საერთოდ კირჩხიბი, სატურნი ერთად, რომ დირექტივების ნაცვლად შეგრძნებები ვიგრძნოთ. აი ვიგრძნოთ შეიძლება ბავშვი თავის არ უჭირდება ბავშვმა რამე მომიყვეს, მისი ენერგეტიკა, მისი ქცევა, მისი ცხოვრების მანერა მე შეგრძნებებში ვგრძნობდი უკვე აქ რა არის. აი ეს ჭირდება, აი აქ ეს კვანძი უნდა გაიხსნას შენთან და დააკონსერვო და წახვიდე უკვე აღმავალისგან. მე შევიგრძენი, მე კონტაქტზე, ემოციურ კონტაქტზე უკვე ბოლომდე შევედი ადამიანებთან. უხილავად, ხმის ამოუღებლად, არ მჭირდება აქ არაფერი. აი როგორც დედა რო არის ოჯახში, რომელსაც ყველაფერი ესმის, არ ჭირდება მას ბევრი ლაპარაკი, ხო? აი მამას რო ეუბნება, რომ კაი ნუ ეჩხუბები ბავშვს ცოდვა. რა და ესმის ემოციების. ხო, აი ეს არის უკვე კირჩხიბული ენერგია და აი მანდ გვიჭირს ხოლმე ძალიან, ახლა დიდი მონოლოგი გამომივიდა, მაგრამ აი მოითხოვს, აი შენი კითხვა ახლა რაც იყო ამ კარმულ კვანძებზე, ხო? იმედი მაკრო უფრო შეიგრძენი ახლა რას ვამბობდი, ხო? კი. ახლა ამდენი რომ არ მელაპარაკა ვერ გაიგებდი. ამას აი სინესტრიაში იგრძნობა ხოლმე დაუშვათ კირჩხიბულ ზონაში, ოჯახის ზონაში, სადაც მე ხჩემ შემთხვევაში ბავშვს სულ აი უნდათ რომ მოვიდნენ და მოგეტმასონ. და მე ამ დროს ველაპარაკები საქმის მოგვარებაზე. და ამიტომაც მოდიან შენთან, რომ შვილები ძალიან კარგად მკურნალობენ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ჩვენს აი მე სულ მაქვს ხოლმე საუბარი, იმაზე აი ხშირად მოდიან შვილები მოყავთ, რუკა უნდათ ბავშვებზე გააკეთონ და მთელი ბავშვის რუკა ლაპარაკობს მათ მშობლებზე. ზოგადად ჩვენი რუკა მშობლებზე ლაპარაკობს ძირითადად და ვეუბნები რომ ამ ბავშვი ჩანს თქვენი რამხელა პრობლემები გაქვთ. ჩემი ფსიქოლოგიით დაინტერესება თან დაიწყო დაახლოებით 13 წლის წინ ასტროლოგიაში უკვე კარგად რაღაცაში უკვე კარგად ვიცოდი ასტროლოგია.
დავედი, ავიღე რამოდენიმე ტრენინგი ბავშვთა განვითარების და სხვადასხვა სახის ტრენინგები იყო. იქ თამაში იყო, იქ ბავშვთა ფსიქოლოგია იყო, რაღაცები. ბავშვი რო წახვედი. ეგეც იყო მე ცალკე. და იქ პრაქტიკაში რო ვიყავი საბავშვო ბაღში და ძალიან დამაინტერესა უბრალოდ, ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. ყველანაირ ესე ტრენინგებზე დავდივარ, ზოგჯერ შეიძლება ომის ხელოვნების ტრენინგზე წავიდე, ისეთი ცნობის ყველაფერი მაინტერესებს, რაც კი, არ არსებობს ჩემთვის ნაკლებ საინტერესო ან მეტად საინტერესო, ყველაფერი მაინტერესებს და მან რო დაიწყეს უკვე ბავშვთა ფსიქიკაზე ლაპარაკი, ტრამვები, ეხლა რაღაცას ვაკეთებთ, მე ეს ბავშვი როგორ გამოიხატება, მან მივხვდი ყველაფერს, მაქენა წავიდი მე თვითონ პირადად თერაპიაზე, მანამდე საერთოდ არ მაინტერესებდა. მე თვითონ რო დავიწყე ამ შინაგან ბავშვზე რო იყო ლაპარაკი, ჩემ შინაგან ბავშვთან რო გავაცნობიერე რამდენი რაღაცები იყო აქ დაგროვილი, მან მივხვდი პრობლემებს. მე რო ასტროფსიქოლოგიაში ჩავრთე ეს ბავშვობის ეს მთავარი ღერძები რაც არის მშობლებთან ურთიერთობაში, მე ეს აქეთ ცალკე ინფორმაციები, მე ცალკე ასტროლოგიური თქვა და ამ მშობლებთან ოჯახურ თემებთან. მე მივხვდი რომ მთელი ჩვენ რუკარი მშობლების აღწერა. და იქ ხედავთ რა კარგი აქვს მშობელს, რა არა აქვს კარგი. შეიძლება ჩვენთან ფანტასტიკური ურთიერთობა გქონდეს მშობელს, მაგრამ მე მის ენერგეტიკას გრძნობ, მე მის მდგომარეობას გრძნობ და მე დეფოლტად აბსოლუტურად რომ არ არის ეს ცნობიერი, ბავშვს არ აქვს ცნობიერი რა, სრულად ქვეცნობიერ ინსტინქტებზე მუშაობს, ვისრუტავ ამას და მე რო ამომიხტება 30-40 წლის ასაკში წარმოდგენა არ მაქვს რატო ამომიხტა. და აქ არის რომ ბავშვებს ყველაზე მეტად უნდა ვუსმინოთ, იმიტომ რომ ბავშვი გველაპარაკება ჩვენში რა ხდება, რა პრობლემები არის. და ეს შენი მოტმასნა, ეხა ყველა არ აყავს პატარები, ხიმხელები ყავს და ეს მოტმასნა, არის რომ მე არ მაკმაყოფილებს ის ემოცია, რასაც შენ მაძლევ. გელაპარაკება. არავერბალურ კომუნიკაციაში ბავშვის იქნება თუ ადამიანის ქცევა, ადამიანი როგორ იქცევა ჩემთან. ახლა ერთი უნდა გითხრათ გუშინ გადავიღეს სურათი მე ვენაში მეტროში მგზავრობთ მე და თამი და მივედი და ჩავეხუტე და ჩემი ოპერატორი ეძახის თამამ ახალი დედა იშოვაო სელენა მეოთხე სახლელი არის თამი აი ქცევაში, ეხლა მე ხო ვიცი რა, მაგრამ რომ მენახავ თქვა, ან სხვა ადამიანი, ეგრევე ერთი პატარა ქცევა და მთლიანად ხვდები რა კლი ადამიანს, რა არ ქონდა, რა უნდა რომ ქონდეს, რისკენ ისწრაფვის, რისი რესურსი აქვს, რისი რესურსი არ აქვს. ერთ პატარა ქცევაში. ეს არის უკვე ის არავერბალურ კომუნიკაციაში ქცევაზე დაკვირვებით, რომ ხედავთ მის ქვეცნობიერში რა ხდება. და თუ ახლო ადამიანები ყავს გარშემო, მათ თუ უსმენთ და ამას თუ ხედავთ, უკვე ჩანს ჩვენც რა პრობლემა გვაქვს, რას არ ვაძლევთ მათ. მაგრამ თან რას გთხოვს სამყარო, რომ ჩვენ გამოვიმუშავოთ. რა გავცეთ. ეს არ არის უბრალოდ იმას უნდა და მე არაფერ შუაში არა ვარ. რატო მოვიდა ჩვენ ველში? ესე იგი, გარემო მთხოვს ამას, რომ შეესკა გამოსამუშავებელი. ეგ ენერგია არის რა და მანდ გავდივართ ხოლმე ესეთ ღრმა კარმულ ასპექტებზე როგორც წესი. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომელსაც როგორც წესი ჩვენ არ უსმენთ. დეფოლტად ვიქცევით, როგორც ვიქცევოდით სულ ამ დროს პიროვნულ განვითარებაში მთავარი არის ამ გარემოს მოსმენა. რამე ხო არა კიდე. კი, ეს კითხვა მაქვს, როდესაც მაგალითად იგივე აღმავალ კვანძებთან დაკავშირებით, როდესაც ოჯახის წევრის ან ვიღაც ახლობელი ადამიანის აღმავალი ხარ. ხო? და მაგ დროს როგორ ფუნქციონირებს? აქაც პირად გამოცდილებას გეტყვი. ხშირი ეს შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრის აღმავალი შეიძლება იყო, ან სიყვარულის ფორმით მოდის, ეს დაუშვათ შეყვარებულის ან მეუღლის აღმავალი იყო, ან დაძმის აღმავალი. საერთოდ ოჯახურ ველში კარმოკვანძებზე მოვდივართ ხშირად, არის უკვე ოჯახში ეს პროგრამა, მაგრამ თუ პირად ურთიერთობებში მოვდივართ ხოლმე, უკვე საერთოდ არ არის ისე ხშირი მართალი გითხრა, რომ პარტნიორის კარმულ კვანძებზე ერთად იყვნენ. არ არის ეს მაინც ხშირი ხოლმე, უფრო არის აქ პოლარობები პარტნიორებთან. თუ არიან ძალიან ერთნაირები, ესეთი ურთიერთობა არ არის ხოლმე დიდად მომცემი რაღაცების. უნდა იყოს რადიკალური პოლარობები. მე თუ ვარ დრამა და მძიმე, უპასუხისგებლო ქერქეტა უნდა იყოს ჩემი პარტნიორი სიტყვაზე. ან პირიქით, მე თუ ვარ მსუბუქი და უპასუხისგებლო, ჩემი პარტნიორი მძიმე დრამა უნდა იყოს. ესეთ პოლარობებში უფრო
ისეთი განვითარებადი ურთიერთობა არის, მაგრამ კარმულ კვანძებთან ძალიან მნიშვნელოვანი არის მე მაგალითად დედაჩემის დაღმავალი ჩემი მთვარე ერთად ზის და დაღმავალი და დედაჩემის მთვარე და ჩემი დაღმავალი ერთად ზის. ეს პირდაპირ მიანიშნებს კარმულ ასტროლოგიაში არის ნათქვამი რომ წინა ცხოვრებაში ერთად იყავით, კავშირი გქონდათ რაღაც და ამ ცხოვრებაშიც რაღაცა მისია გაქვთ. ორივე ვნახე ჰიპნოთერაპიაზე. ნახე თითქოს ჩემი რომ ვიცნობდი და კარმული კავშირი შეიკრა, აქედან დაიწყო მე ჩემი ინტერესი ამ კარმული კვანძების სინასტრიული გარჩევით. თუ არის მაგალითად მზე შენ აღმავალთან შეერთებაში, ეს ადამიანი მოვიდა შენთან რაღაცნაირად ეგოს განვითარებისთვის, ან რაღაც მზე უნდა შემოიტანოს შენ ცხოვრებაში, ან პიროვნული მე უნდა გაგინვითაროს. თუ არის დაღმავალთან მზე, ეს იყო წინა ცხოვრებაში, ან შენი უფროსი, ან მამა იყო, ან გავლენიანი ფიგურა იყო, რაღაც დასამუშავებელი გაქვს მან. აქედან დავიწყე მე ჰიპნოთერაპიაზე მუშაობა სხვადასხვა ადამიანებთან ამ სინასტრიულად და იგივე ამოდიოდა სულ მე რაც თქვი ახლა მაგალითად კარმულ კავშირებზე. საერთოდ ეს ისე არის, ხშირად არის ხოლმე მშობლებთან, უფრო ესეთი რაღაც. თუ არის იქ რაღაც რთული ურთიერთობა ან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ახლა მიუხედავად ყველაფრისა, ახლა მე რა სფეროშიც ვარ, ძალიან დიდი დოზით, ხა დედაჩემი სელენა ტყუპი არის და მან სერიოზულად მომცა ეს ინტელექტუალური რესურსი, ძალიან ან მთვარე გამიხსნა, ემოციური ინტელექტი დედაჩემა გამიხსნა მე. აი მთვარის ენერგეტიკა და მამაჩემი საპირისპირო კვანძები მაქვს და ეს ლომის ენერგია მამაჩემმა გამიხსნა. ანუ აი აქ ზუსტად მე რომ ამის დაკვირვება სხვა ადამიანებსაც დავიწყე, კარმული კვანძების სინასტრიაში ეს რაღაც მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს ადამიანის შენ ცხოვრებაში და მე ხდება ამის გაშიფრვა. რა პლანეტები არა, აი ხა როგორც თქვი მე მთვარე ეს ემოციური ინტელექტი გამიხსნა, ხა დედაჩემი რაც არ უნდა ყოფილიყო, რომ ლაპარაკობდი ხოლმე აი ეს მაწუხებს, ეს პირიქით აი ეს კირჩხიბულად მერკური კირჩხიბი არის, იუპიტერი კირჩხიბი არის და აი ეს ემოციურად მიდგებოდა. აი ზუსტად აი ამ ქალურ ენერგიას რასაც გულისხმობ რა და აი ეს ემოციური კონტაქტი მე დედაჩემსგან მივიღე რომ აღმავალი მთვარე ერთად ხო ანუ ხო ხდები რას გულისხმობ აქ და აქედან დაკვირვებებში ან პირად გამოცდილებაც ძალიან ბევრი მაქვს მე გადავდიოდით ხოლმე უკვე რომ მოდიან პირად რუკაზე სულ ეს სურათი არის ეს უკვე მნიშვნელოვანი კავშირი არის ანუ აი ზუსტად გრადუსებსაც აქვს ხო მნიშვნელობა ძალიან პლუს მინუს 2-3 გრადუს ვიღებთ ხოლმე ხო სინასტრია რადგან არის თორე ისე ხა ნათალურ უკაში ხა მზესთან 10 გრადუსიანი შეერთება უკვე შეერთება არის მაგრამ სინასტრიაში პლუს მინუს ვიღებთ ხოლმე რა რამდენიმე გრადუს იქაც გააჩნია კიდე თუ სხვა რაღაცები ერთვება ცოტა მეტ გრადუსაც ვითვალისწინებ ხა თუ არის აღმავალი ჩემი და ადამიანის პლუტონთან შეერთებაში ეს უკვე ტრანსფორმაციის ენერგია არის აქ რაღაცა თემა ნიშნავს ან თუ დაღმავალი პლუტონის შეერთება არის ეს ადამიანი წარსულში პლუტონური გამოცდილებით იყო ჩემს წინა ცხოვრებაში და იგი რაღაცა მაქვს დასახური ამ ადამიანთან რაღაც არის ჩასახური ხო და ეს სინასტრია ამ შემთხვევაში კარმუკვანძებთან უმნიშვნელოვანესი გველაპარაკება ფაქტურად რუკა აქ რა არის დასახური ის კი არა ეხა წინა ცხოვრებაში ესეთები ვიყავით ისა რაღაცა არის აქ დასახური რაღაცა არის მისაღები ეს თემა არის დავასრულოთ ხო თან? მე ძალიან საინტერესო გამოგვივიდა. ბანაობა უნდა. შენ რო ჩამოყვარ საქართველოში. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსიები აუცილებლად. ძალიან აღმავალი მესამე სახლელი არის თავი და აი კომუნიკაცია მე ძალიან შეაუნებს თამასთან. იუპიტერი მერწყულით თან. ხა ჩაუჯდები ვიდეოებს და ვკითხებით გამიჩნდება. ხა და თამას აქვს პრივილეგია დამირეკოს პირდაპირ. აი იქ რო თქვი რაღაცა მოყევი ხა რა იგულისხმე. მეგობრებო, მადლობა მოსმენისთვის, კომენტარებს ველოდები, რამდენად მოგეწონათ ჩვენი ესეთი ოჯახური private კომუნიკაცია. რა გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ, ძალიან მაინტერესებს ხოლმე თქვენი უკავშირი. თქვენი ვიდეოების მოწონებაც მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ იცით უკვე ტრადიციულად რომ ავიწყდება ამის თქმა. და მადლობა მოსმენისთვის, მეგობრებო და დროებით. ეხა ჩვენ ამ ტბაში ჩავალთ. ხა. ჩვენთვის არ დამთავრებულა აქ. ცოტა გავგრძელდებით, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ვიჭერთ. დროებით, მეგობრებო.